17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მამა ვაჟა მაღავლინა, მრევლი დალოცა და წმინდანის ცხოვრების შესახებ იქადაგა. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მე-4 საუკუნის დასაწყისში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა. მამამისი თაყვანს კერპებს სცემდა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ დიოსკორე განარისხა, მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. იმპერატორის ბრძანებით წმინდა ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც საკუთარმა მამამ მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარკიანე დაწვა. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება. რატო? იმიტომ რომ თვითონ იყო ახალგაზრდა, ქალწული, რომელიც იზრდებოდა კერპსახურებების გარემოცვაში და მამამ იმდენად უყვარდა თავისი შვილი და იმდენად დიდად მიაჩნდა, რომ თავის შვილის ხილვის ღირსად არავინ არ მიაჩნდა, მის თანასწორად არავინ არ მიაჩნდა, სასახლე აუშენა ლამას ბუნების ბუნებაში ადგილას და იქ ესე ვთქვათ გამოკეტა და მასწავლებლებად კერპსახურებები დაუდგინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საოცრება ღვთისგანგებულება, როგორ შეიცნო ახალგაზრდა გოგომ ჭეშმარიტი ღმერთი და მან დაინახა აი ეს ლამაზი ბუნება, მთა, ბარი, შერწყმული სილამაზით, სისავსით, რომ არ შეიძლება ბევრ ღმერთს შეექმნა ეს და ერთ ღმერთის თვითონ მივიდა. ანუ ნახეთ, რამხელა დიდია უფლისგანგებულება, არავის არ ტოვებს, მიუხედავად რომ აი ამ ურჯულოების გარემოცვაში იყო უფლის სამართალი მასთანაც გამოცხადდა, ჭეშმარიტება მასთანაც გამოცხადდა და მან მიხვა, რადგან ერთი ნათელი მოეფინა მის გონებას, ის აღარ გაჩერდა, ნათელს ესეთი თვისება აქვს, აღარ გაგაჩერებს, უფრო დიდ ნათელს დაბადებს, ნათელი კიდე დიდ ნათელს ბადებს და საერთო ჯამში ნახეთ რამხელა დიდი, უდიდესი წმინდანი ვარსკვლავი გამოკაშკაშდა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახით და შემდეგ არ მისი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ყველამ შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმას, რომ არავინ ვერ მოვდებთ მიზეს იმას, რომ ჩვენ ვერ ვეზიარე ჭეშმარიტება, ჩვენთან არ მოვიდა ჭეშმარიტება და განსაკუთრებულად დღეს საქართველოში და საქართველო იცით რომ ქრისტიანული ქვეყანაა და ვერავინ ვერ გამართლდება იმით, რომ თურმე შენთან არავის არ უქადაგია ჭეშმარიტ ღმერთს. ასე რომ ჩვენ უნდა დიდი კრძალვა, მოწიწება, დიდი რდუნება, სასოება უნდა გქონდეს დიდმოწამე ბარბარეს მიმართ და საოცარია ქართველი ერის და თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება, რომ როგორ გამოარჩია ქართველმა ერმა დიდმოწამეები და განსაკუთრებულად შეიყვარა დიდმოწამე ბარბარე, განსაკუთრებულად შეიყვარა დიდმოწამე გიორგი, განსაკუთრებულად უყვარს ქეთევან დედოფალ, დიდმოწამეები. რატო? იმიტომ რომ ქართველი ერის ცხოვრებაც მინდა გითხრათ, რომ ისტორიულად კარგად ჩანს, რომ მართლა დიდმოწამეობის გზა არის და მადლობა უფალს, რომ ჩვენ დღეს ერთად შევიკრიბეთ და დიდმოწამე ბარბარეს მიმართ აღვავლინეთ რა ლოცვა უფლისადიდებელი და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობა დაიცვა სულიერი ფიზიკური მტრებისაგან. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი თაობის მეოხი ყოფილიყოს დიდმოწამე ბარბარე, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ქართველი ერი და თითოეული ადამიანი დიდი თუ პატარა ყველა ერთგულებაში ყოფილიყავით ქრისტესი და არასოდეს არ უღა მას ჰქონდა, როგორც აი წმინდა გიორგის მას ჰქონდა ყველაფერი ფუფუნება, მაგრამ ამ ქვეყნიური საზრუნავები აი ქრისტეს სიყვარულს აი ეს დიდი ძალა ახლავს და გადაწყვეტილების უნარი. ყველანაირი საზრუნავი ამ ქვეყნიური ფუფუნება დატოვა, როგორც წმინდა გიორგიმ, ასევე დიდმოწამე დღევანდელი წმინდანის ბარბარემ. ყველაფერი დატოვა, ყველაფერი ქონდა და ყველაფერი დატოვა, ყველაფერი უარყო, იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ყველაფერი ნაგვად ჩემი რაცხია ქრისტეს გარეშე. აი ესე უნდა იყოს, რომ ჩვენც დიდი თუ პატარა უნდა მივეჩვეთ, რომ თავარი არის ჭეშმარიტება, თავარი არის სულიერება, თავარი არის სულიერი სიმდიდრე და სულიერი ძალა ვეძებოთ და ყველაფერი მის გარშემო ნაგვად უნდა შევრაცხოთ, რადგან და ყველაფერი არაფრად არ უნდა ჩავთვალოთ მი რომელიც და რაც ღმერთს და ქრისტეს გვაკარგინებს, ჭეშმარიტებას გვაკარგინებს. ჩვენ უნდა თუ გვიყვარს დიდმოწამე ბარბარე, უნდა გავყვეთ მის გზას, რადგან მისი გზა არის ნათელი
გზა, ჭეშმარიტების გზა, ქრისტეს გზა და მისი გზა ასევე არის მოწამეობის გზა. ღმერთმა ინებოს და დიდმოწამე ბარბარეს ვთხოვოთ, დღევანდელ წმინდანის მეოხებით, ბარბარეს მეოხებით ინებოს ღმერთმა რომ დაიცვას ჩვენი მომავალი თაობა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი